1000-ში ერთხელ გავარდება სერიალი, რომელიც ავტომატურად იმსახურებს ყურადღებას. შეიძლება ეს უბრალოდ ჰაიპი იყოს და რეალურად განსაკუთრებული არც არაფერი ჰქონდეს, მაგრამ ხანდახან რაღაც ისეთ განსაკუთრებულთან გვაქვს საქმე, რომ რთულია ინდიფერენტული დარჩე მის მიმართ. მოდი ცოტა ვისაუბროთ Apple TV-ს ახალ სერიალზე პლურიბუსზე. სპოილერების გარეშე, მე ვარ ზუგა და ესაა არხი ვებერთელა. ალბათ პირველ რიგში მოდი ვთქვათ ის, რომ ყველასთვის ეს სერიალი ალბათ არ არის. ყველას არ მოწონს ნამდვილად. უფრო მეც დაჟე ვიტყოდი, რომ უფრო მეც არ მოწონს, ვიდრე მოწონს, მაგრამ მე ძალიან მოხიბლული ვარ ამ სერიალით და ველოდები მეორე სეზონს როდის გამოვა. და მოდი სანამ სერიალზე დავიწყეთ უფრო დეტალურად საუბარს და ვისაუბროთ აი ამ გენიალურ კაცზე, ვინს გილიგანზე. ვინს გილიგანი არის Breaking Bad-ის და Better Call Saul-ის შემქმნელი. ბევრი რეჟისორი შეიძლება თქვა, ვისაც ბევრი მაგარი ფილმია გადაღებული, მაგრამ აი სერიალებზე როცა ვსაუბრობთ, ხო, ცოტა არის აი სერიალის შოურანერი, ვისაც ერთზე მეტი სუპერ სერიალი აქვს შექმნილი. ვინს გილიგანი ერთი არამედ ორი სუპერ სერიალი აქვს შექმნილი, Breaking Bad-ი და Better Call Saul-ი. მე ვიტყოდი, რომ Saul-ი კიდე ბევრად უკეთესი არის ვიდრე Breaking Bad-ი. ანუ ეს ჩემი აზრია, ხა ზოგს რა მოწონს, ზოგს რა მოწონს. და ეხლა ვინს გილიგანი უკვე მესამე სერიალს აკეთებს. ანუ ის პირველი ორი სერიალი ერთ სამყაროში არის გაკეთებული და ეს ცალკე სამყარო არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ეტყობა ვინს გილიგანის ხელწერა. თუნდაც იმაში, რომ ალბუკერკეში ვართ ისევ როგორც წინა სერიალებში, ისევ არის აქ და ცოტა ქიმია არის, ცოტა სკაფანდრები, ცოტა დროის ამბავი იყო, გასაყნოსი როდის გაიჩიტებოდა და ეგეც მოხდა თავისთავად, მაგრამ ეგ ყველაფერი გვერდზე რო გადავდოთ, სერიალი არის საკმაოდ უნიკალური. არ მინდა თქვა, რომ კონცეფცია არის უნიკალური, იმიტომ რომ მსგავსი კონცეფცია შეგვხედრია ადრეც რა, Star Trek-შიც ყოფილა, Rick and Morty-შიც გვინახავს, აი Stranger Things-შიც არის რაღაც გარკვეულ დონეზე ეს კონცეფცია. რაც არის უნიკალური ამ სერიალში, არის თვითონ ფორმა, როგორ არის მოწოდებული ამ კონცეფციის და ფაზლი, ანუ ეს ამოცანა, რაც დასახა, რაც ძალიან უნიკალურია. აი მოდი დავაკვირდეთ logline-ს. ესე იგი, ყველაზე საცოდავმა ადამიანმა მსოფლიო უნდა გადაარჩინოს სიხარულისგან. ესეთი მაგარი ამოცანა არ მახსენდება რა. ძალიან მაგარი ამოცანა არის და ძალიან საინტერესო მაგაში არის რა, მთლიანი ორიგინალობა და უნიკალურობა ამ სერიალის. და მე უკვე კითხვა არის თუ როგორ ხდება ამ ამოცანის ამოხსნა. და ზოგადად პრობლემა აქვს, იმიტომ რომ ნელა ხდებაო, რაც ესე იძახიან, თითქოს არაფერი არ ხდება მთელს სერიებში და სერიალში, რასაც კი ბატონო, მისაღები აზრია, მაგრამ მეორე მხარეც არსებობს რა. აი მაგაზე ახლა ცოტა ხანში მივუბრუნდებით. პირველ რიგში მოდი ვთქვათ, რომ ეს არის Apple TV-ს ახალი სერიალი, ხო? Apple TV-ს ბევრი არ მაქვს ნანახი სერიალები, Severance და Studio მარტო და ორივე ეგ სერიალი ძალიან მომწონს. რითიც გამოირჩევა Apple TV-ს სერიალები, ჩემი დაკვირვებით, რა, ყოველ შემთხვევაში იქიდან რაც ვნახე არის, რომ ძალიან სინემატიკურ სერიალებს აკეთებენ, კინემატოგრაფიულს, ანუ სტუდიო, ახლა თვითონ კინობიზნესი არის და long take-ებით, ანუ ხანგრძლივი კადრებით არის გადაღებული, რაც კინოს ძალიან მახასიათებელი არის და აი თუნდაც Severance-იც და ეს პლურიბუსიც არის აი ძალიან ფართო ღრმა ფოკუსით გადაღებული კადრები, რაც ასევე ძალიან კინემატოგრაფიულია და კინოს მახასიათებელი არის და აი თითქოს აი ეგ ნიშა უჭირავს, რომ სერიალები უნდა იყოს მაქსიმალურად კინემატოგრაფიული, რასაც მე ძალიან ვაფასებ, მომწონს. პლურიბუსიც ეგრე არის თავისთავად, ძალიან კინემატოგრაფიულია, მაგრამ ზოგადად ვინც ეგ ეხერხება რა, რაღაც გარკვეულ დონეზე
Breaking Bad-ში და Soul-შიც ეთყობოდა ეგ. ზოგადად ახლა ვისაუბრებდი შინაარსზე, მიუხედავად იმისა, რომ სპოილერების გარეშე მან ძალიან მიჭირს რა. თუნდაც ოდნავ რომ შევეხო შინაარსს. იმიტომ რომ რაღაც ხრი მინდა რომ მაყურებელმა შეიგრძნოს რა ეს სამყარო, აი ნელ-ნელა შეაბიჯოს და თავისი აღმოაჩინოს ის თუ რა ხდება. ერთი რასაც ვიტყვი, რომ აი პირველი სერია არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო პირველი სერია, რაც მინახავს სერიალებში. და ამის მიზეზი არის ის, რომ აი თითქმის მთლიანი სერია არის ერთი დიდი ინციდენტი. ინციდენტი თუ არიცით რა არის, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ვიდეო ინციდენტზე, რა სადაც დეტალურად ხსნით რა არის ეს ინციდენტი და აქაც შეიძლება სერიის ბოლოს იყოს ხოლმე ინციდენტი დასაწყისში ან შუაში, მაგრამ აქ აი ფაქტიურად სადაც აი 25 წუთზე რო იწყება მთელი სერია გრძელდება ერთი დიდი ინციდენტი, რაც აი ძალიან შთამბეჭდავი იყო, ეგეთი რაღაცა არ მინახავს ნამდვილად და მაგრა გაასწორა. და ამას რატო ვამბობ კიდე რა, ანუ სტრუქტურა, ანუ ზოგადად სერიალის არის ძალიან საინტერესო. განსხვავებული რა, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება ეგეთი და აი ვეცდები ახსნა ახლა რას გულისხმობ. ანუ აი შევხედოთ რა, ანუ 3 აქტიანი სტრუქტურა, ხო? ანუ ფილმებს ძირითადად რაც აქვს, ხო? პირველი აქტი, მეორე აქტი, მესამე აქტი და მეორე აქტი ორად შეგვიძლია დავყოთ, რაც შუაში არის midpoint-ი. და სერიალები ძირითადად აი ესეთ ფორმულას იყენებენ, რომ თავისთავად პირველი აქტით იწყებენ, მეორე და მესამე აქტს აი ბოლომდე არ ასრულებენ. ანუ კი კულმინაციამდე მიყავთ, მაგრამ რაც აი ფილმის მახასიათებელია, რომ მთავარმა გმირმა რაღაცა უნდა ისწავლოს, რაღაცა ახალი წამოიღოს, ანუ დაამარცხოს თავისი სისუსტე და რაც ახალი გამოცხადება მიიღოს. მაგას სერიალი არ აკეთებს განზრახი, იმიტომ რომ თუ მიიღო რაღაცა ახალი ცოდნა გმირმა დაამარცხა თავისი სისუსტე, მაშინ მორჩა ხო ფილმი. და სერიალი თუ გინდა გაგრძელდეს, აი იქამდე მიყავს სანამ ისწავლის რაღაცას, ხო? ანუ კულმინაციიდან მორჩა და მე ისევ თავიდან, ანუ სადღაც პირველი აქტის შუიდან იწყებ და ისევ ასრულებ რაღაც მესამე აქტის შუაში. და აი ამ ციკლს იმეორებ, სანამ არ ასრულებ და ძირითადად რა თქმა უნდა ცუდად სრულდება ხოლმე, მაგრამ ეგეთი ფორმულა არის ძირითადად და ეხლა აი ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრი არის და რასაც აკეთებს აი სტრუქტურულად, რომ აი პირველი სეზონი იყო თითქოს მარტო პირველი აქტი. ანუ გავიცანი ინციდენტი იყო, გმირი გავიცანით, მისი სისუსტე, პრობლემა, ასე შემდეგ მისწრაფებები, მერე იყო ეს ინციდენტი და მერე უკვე გავიცანით სამყარო, მისი მოკავშირეები, ოპონენტი და რეალურად სეზონი დასრულდა პირველი აქტის დასრულდება, იქ დასრულდა პირველი სეზონი. რასაც მე უკვე უნდა მოყვეს აი შემდეგი სეზონი წესით არიგით რა, უნდა იყოს უკვე მეორე აქტი რა, ანუ სადაც უკვე გაუმყარდა გმირს თავისი სურვილი და გეგმა ისახება იმის თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და უკვე დრაივ შესრულება ამ პრობლემის და ვფიქრობ, რომ ესე ექნება გადანაწილებული. ანუ პირველი სეზონი პირველი აქტი, მეორე სეზონი მეორე აქტის შუამდე, midpoint-ამდე, მესამე სეზონი იქნება midpoint-დან მესამე აქტამდე და მეოთხე სეზონი იქნება მთლიანად მესამე აქტიდან. რავი, თუ ეგრე აპირებს რა, რაც ეგრე ჩანს ყოველ შემთხვევაში. ძალიან საინტერესო გზა აქ არჩეული და შეიძლება რავი ეს ახალი მეთოდი იყოს რა, სერიალის სტრუქტურის გაწერის. რაც ძალიან საინტერესო არის რა, ნამდვილად. და ტემპს რაც შეეხება, ისიც როგორი საქმე არის. ხანდახან ყელში ამოდის რა, რაც უყურებს სერიალს და სულ რაღაცა ხდება, სულ ექშენი, სულ დაწევო, სულ ისა, სულ ესა, ეს მოხდა, ეს revelation დადგა. რაღაც ხანდახან არის საჭირო პაუზა ალბათ რა. მე მომწონს რომ ამ სამყაროში ვიხარშები ნელ-ნელა. თან
რო დაუკვირდე რა, არ არის ამ სერიალში რაღაცა ის სიკვდილ სიცოცხლის ფსონები. არავინ არ მოსდევს ამას მოსაკლავად. აფერი არ ის არ აქვს time lock-ი არ აქვს რა რაღაცა, არ ეჩქარება. ჯერ ყოველ შემთხვევაში და რაც რეალურად ხდება, რომ ეს გმირი ვინც არის, მოწყინდა უბრალოდ, არაფერი ხდება მისთვის, გაჩერდა მთელი სამყარო და თითქოს ვინც გილიგანი გვამყოფებს მასთან ერთად, რომ ნახოთ როგორ მოწყინდა მას და რაღაც მედიტაციური ტემპი აქვს ამას. კიდე იმაში არის საქმე, რომ კონტრასტს გვანახებს კიდე თქვათ ისეთ პერსონაჟს, რომელიც უფრო შეეგუა ამ სამყაროს და მაქსიმუმ ცდილობს რომ გამოწუროს და რეალურად რო დაუკვირდეთ ეგ პერსონაჟი სპექტაკლში ცხოვრობს, არჩევს რომ იცხოვროს სპექტაკლში. და იცის რომ სპექტაკლია და უნდა რომ იყოს და არის ეგეთი ხალხი რომელსაც სპექტაკლში ურჩევნია ცხოვრება ტკბილი ტყუილი რომ ურჩევნია წარეს იმართლეს და კონტრასტი არის ზუსტად რომ ეს მთავარი გმირი უყურებთ მის გაჭირვებას და როგორ მოწყინდა მას და რეალობას ვხედავთ მწარე რეალობას და ის არის რომელიც ტყუილ სპექტაკლში ცხოვრობს და შეიძლება ეგეც არის რა კითხვა რომ შეიძლება არ არის საჭირო რა ამდენი სპექტაკლის მოთხოვნა თუნდაც სერიალისგან რაღაცა რეალური შეიძლება იყოს რა უფრო საინტერესო ვიდრე მიჩვეულები რო ვართ იმას რომ ეს ბევრი ექშენი, ბევრი მოქმედება, ბევრი გამოცხადება, revelation-ი ასე შემდეგ. ეს ხო სპექტაკლია. და მოდი ცოტა ხანი მოვცილდეთ ამ სპექტაკლს, ამ სამყაროში ნელ-ნელ მოვიხარშოთ, ვიცხოვროთ ამ გმირებთან ერთად და შევიგრძნოთ ის გაჭირვება, რასაც ესენი გადიან და ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა და მსიამოვნებს ამ სამყაროში ესე ყოფნა. და საბოლოო ჯამში მოდით შევეხოთ იმას მთავარ პერსონაჟს რა რეა სიჰორნს, რომელიც Better Call Saul-ში ასრულებს კიმ ვექსლერის როლს და კიმი არის ჩემი ალბათ უსაყვარლესი ქალი პერსონაჟი სერიალებიდან. საოცრად შეასრულა და მართლა ძალიან მაგარი პერსონაჟი დადო გოგომ და თვითონ ვინც გილიგანმაც თქვა რომ ეს სერიალი პლურიბუსი რეა სიჰორმისთვის გააკეთა, იმიტომ რომ ის არის მეგასტარი არის და იმსახურებს რა ესეთ ამ სერიალს იმსახურებს და ვეთანხმები რა მართლაც მეგასტარი არის, არ მეზრდება მისი ყურება რა ძალიან კაი ტიპშა არის და სულ მაინტერესებს რა რას გააკეთებს. ასევე ისიც თქვა რომ იმდახანს გააგრძელებს ამ სერიალს რეა სიჰორნს უნდა. ისიც თქვა რომ ალბათ 3-4 სეზონი იქნებაო და რაც ესე ლოგიკური არის რა რომ 3-4 სეზონი რაღაცა ერთი რაღაც აქტიან სტრუქტურაში რო ჩააჭინოს და ძალიან საკაიფო არის. და ფინალიც მოფიქრებული აქვს, გააზრებული და მე ყოველ შემთხვევაში ვგრძნობ რომ საიმედო ხელებში ვართ და მინდა რომ ფეხზე გადავდო და უყურო, იმიტომ რომ ვინც ჯერჯერობით არ შეშლია ხა და შეიძლება რა თქმა უნდა ხა საბოლოო ჯამში ნაგავი გამოვიდეს ესეც რა მაგაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ რავი ისეთი ჰიუმორით არის სავსე სერიალი და ისეთი დეტალები არის და კიდე ჩეხოვის თოფი რა თუ გაგიგიათ რა იდეა არის ესეთი რომ თუ თოფი არის თუ თოფი ჩამოკიდე მაშინ აუცილებლად უნდა გაისროლოს თუ რაღაცა დაასეტაპე თავიდან აუცილებლად უნდა გაისროლოს რა მაგრამ აქ თოფი კი არა ატომური ბომბი ჩამოკიდა ტიპა და არ ვიცი მე მგონი რომ რაღაც საინტერესო იქნება რა უფრო ესეთი განვითარება. ამიტომ რეკომენდაციას მე უწევ ამ სერიალს, მაგრამ ისე ვიმეორებ რა. ყველას ალბათ არ მოგეწონებათ, იმიტომ რომ ტემპი არის ნელი. უნდა გინდოდეს რომ რაღაც შენ
იცხოვრო ამ სამყაროში და დააკვირდე ამ ხალხის გაჭირვებას. თუ არ მოგწონთ, დაწერეთ კომენტარებში, რატო არ მოგეწონათ, ან რატო მოგეწონათ. თუ გახსენდებათ კიდე მსგავსი ინციდენტი სერიალში, რომ აი მთელი სერია იყოს ესეთი ინციდენტი, რაღაც ეგეთი უნიკალური ამოცანა. გაგოგებინეთ ზოგადად კომენტარებში ვისაუბროთ ფილმებზე, სერიალებზე. და რა ვიქნებ რაღაცა ახალიც ვისწავლოთ. მადლობა ყურადღებისთვის, ბოლომდე რომ უყურეთ ამ ვიდეოს, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ამ მომავალ შეხვედრამდე. წარმატებები.